გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის სასიყვარულო თემაზე. თქვით თქვენი რჩეული სახელი გულში, მოეწყოთ კომფორტულად და ნახოთ ეს ადამიანი რას ფიქრობს თქვენზე, რას გრძნობს და ასე შემდეგ, რასაც მოითხოვს, ასე ვთქვათ, გაშლა დავსვათ კითხვები. ვინც პირველად მხედავთ, საჭიროა თქვენი სიმპათიის, ასე ვთქვათ, თქვენი იმ ადამიანის, რომელზეც გსურთ მომავალში დაქორწინება, ან რომელიც გსურთ რომ გახდეს თქვენი შეყვარებული, საქმრო ან საცოლე გააჩნია, რა სქესის ადამიანი მადევნებთ თვალყურს, ესეთი პიროვნება უნდა ჩაიფიქროთ. თქვათ გულში მისი სახელი და წარმოიდგინოთ ვიზუალურად. მისი სიგნიფიკატორი კარტი, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, ვის სახელსაც ამბობთ გულში, ვინ არის ის? ეს საჭიროა იმისთვის, რომ შემიკატაცელქოს შეიძლება ისმის კიდევაც ხმები, რასაც ის ჩადის. საჭიროა სიგნიფიკატორი კარტი იმისთვის, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს გაშლა გეხებათ თქვენ. თქვენი ადამიანის, ვის სახელსაც ამბობთ გულში, სიგნიფიკატორი კარტი. და ასევე ვინ ხართ თქვენ, ვინც გახსენით ეს ვიდეო და ვინც მადევნებთ თვალყურს ახლა. თქვენით დავიწყებ, მოდით, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა თქვენი, ასე ვთქვათ, სიგნიფიკატორი კარტი. თქვენ ხართ იდუმალი ადამიანი, მისტიური, ამოუცნობი, მიმზიდველი, შარმიანი და გაქვთ მაღალი ინტელექტი, ცნობის მოყვარეობა და ინტერესი, ყველაფერი დაფარულის, ყველაფერი მისტიურის, ეზოთერულის. ასეთი ხართ თქვენ, ადამიანი, რომელიც მუდმივად ვითარდებით, მუდმივად ცდილობთ შეიმიცნოთ რაღაც ახალი, ისეთი, რაც თქვენ მოგცემთ, შეგამატებთ ცოდნას. ეს არის თქვენი სიგნიფიკატორი. ვინ არის თქვენი ადამიანი? ეს ადამიანი არის ის, ვისაც თქვენ ძალიან ენატრებით, უზომოდ ენატრებით. შესაძლებელია თქვენც გენატრებათ ისეთი სიყვარულით და ემოციებით დატვირთული არკანია, რომ არ გამოურიცხავროთ თქვენც იგივეს განიცდით მის მიმართ, რასაც ის თქვენს მიმართ. ეს არის მდგომარეობა, როდესაც თქვენ ის გღებულობთ როგორც ახლობელ ადამიანს, როგორც მის ადამიანს. სიგნიფიკატორად ეს როგორ გამოდგება? ესე იგი, ეს არის ადამიანი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია მისი საკუთარი თავი, მისი ემოციები და განცდები და მისი შეგრძნებები თქვენს გვერდით. ანუ რას გრძნობს ის, როდესაც ფიქრობს თქვენზე, ან იმყოფება თქვენს გვერდით და ამ არკანის მიხედვით ჩანს, რომ ის გრძნობს სიხარულს და ეს არის მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ატყობთ თქვენ ადამიანს, რომ ასეთია, განაგრძეთ ნახვა. თუ სრულიად სხვაგვარი ადამიანია, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენზე და ასკროლეთ. რა არის თქვენს შორის ახლა ამჟამად? ეხლა გეტყვით, ესე იგი, თქვენს შორის არის ცბიერება. ეს არის ისეთი, ადამიანს, თქვენს ადამიანს აქვს შიშები. ამ შიშების გამო უწევს მას ზოგჯერ მიმართოს ცბიერებას, მიმართოს მანიპულაციას, სხვა გზები გამონახოს, რაღაც თავი იმართლოს თითქოს თქვენს წინაშე, ან არ გითხრათ სიმართლე, დაგიმალოთ, რადგან ეშინია თქვენი რეაქციის. შეიძლება ეს რაღაცა ძალიან ისეთ მნიშვნელოვანს არ ეხება და დაუშვათ ისეთი დამანგრეველი ტყუილი არ არის, მაგრამ
ის გიფრთხით თქვენ თითქოს რაღაც ასე ჩანს, რადგან თქვენ ხართ ულამაზესი, ნუ ვინც მდედრობით ისქესი ხართ, ენერგიული, ტემპერამენტიანი, ქარიზმატული და ის თქვენს გვერდით თავს გრძნობს როგორც პატარა ბიჭი, როგორც რაღაც ასე ვთქვათ, აი თქვენ ხართ მაგნიტი მისთვის, თქვენ იზიდავთ როგორც მაგნიტი მას. ეს თითქოს მას აშინებს და ცდილობს რომ არ იაქტიუროს. ამ მომენტში თქვენ შორის არის იგნორი, შეიძლება ასე დავარქვათ, ამ მომენტში თქვენი ადამიანი არ მოქმედებს. ნუ ვისთანაც ემთხოვათ ვირფასებო, თქვენ განაგრძებთ და ვისაც სრულიად სხვა სიტუაცია გაქვთ, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენზე. ვისთანაც დაემთხო და ვინც დარჩით თქვენთვის, რას ფიქრობს თქვენზე თქვენი ადამიანი, ვინც ჩაიფიქრეთ. ვირფასებო შეხედეთ, ღმერთო ჩემო. ადყობთ გამოსახულებაზე, რასაც ფიქრობს. ეს არის სიყვარული, ის ფიქრობს, რომ თქვენ მას უყვარხართ, ასევე თქვენზეც ფიქრობს, რომ თქვენც გეყვართ, ანუ თქვენი გრძნობა არის ორმხრივი. ეს მას, რა თქმა უნდა, აბედნიერებს და ამითი ძალიან კმაყოფილია, თუმცა არ მოქმედებს ადამიანი, ამ მომენტში არის ძალიან გადაღლილი, აი დაცლილი ენერგიისგან, თავის ტკივა შესაძლებელია პირდაპირ მნიშვნელობით და ცდილობს გაჩერდეს და მოიკრიბოს ძალები. და რისთვის ჭირდება მას ეს ძალები? ისევ იგივეც ვირფასებო, მანიპულაციებისთვის, ქმედებისთვის, რატომღაც თქვენი ადამიანი ვერ ბედავს, მას არ ყოფნის იმის სიმამაცე რატომღაც, რომ რაც მას სურს, ეს გამოავლინოს ქმედებაში. რატომღაც და ამჯობინებს მანიპულაციას. კარგით, კიდევ რას ფიქრობს თქვენზე? თქვენ ამ მომენტში ძალიან დარდობთ რაღაცას, განიცდით, გაქვთ შეიძლება უძილო ღამეები, რაღაც დეპრესიულ მდგომარეობაში ხართ, მისი აზრით. კიდევ რას ფიქრობს თქვენზე? ფიქრობს არა, უბრალოდ ერთი სული აქვს, თქვენ როდის შეგეხებათ, როდის მოგეახლოვდებათ, შესაძლებელია თქვენ გაშორებთ ქალაქები, ქვეყნები და ის ამაზე ფიქრობს, რომ რა იქნება, რომ აი ძალიან სწრაფად მოხდეს ისე, რომ დაიძლიოს ეს ბარიერი, გადაილახოს და მათ თქვენ მოგეახლოვდეთ. კიდევ რას ფიქრობს? სხვათაშორის მოსვლაზე ფიქრობს თქვენთან, სურს, ასე ვთქვათ, გაანულოს მისი სიტუაციები და ასე ვთქვათ, დაიკიდოს ყველაფერი, რა იგულისხმება ამ ყველაფერში არ ჩავუღრმავდები და მოვიდეს თქვენთან. კარგით, აღარ გავაგრძელებ მის ფიქრებს, იმიტომ რომ თქვენ ხართ, ასე ვთქვათ, ათასობით და შესაძლებელია ყველასთან იყოს სხვადასხვა ვარიანტი, ამიტომ რომ არ დაგაბნიოთ, გადავიდეთ რას გრძნობს. ნუ გავიგეთ თითქმის, მაგრამ მაინც ვიკითხოთ, რას გრძნობს თქვენი ადამიანი თქვენს მიმართ, რა ემოცია აკავშირებს მას თქვენთან. რასაკვირველია სიყვარული ვირფასებო. თან ეს სიყვარული გამყარებულია იმით, რომ მას სურს გახდეს თქვენი პარტნიორი, თქვენი კანონიერი მეუღლე. მას სურს რომ გაგაგებინოთ, რომ იმდენად მისი ადამიანი ხარ თქვენ, რომ სურს თქვენი ურთიერთობა გადაიყვანოს ახალ ეტაპზე. კარგით, რჩევა ვნახოთ თქვენთვის და ამაზე დავასრულოთ. იყავით სამართლიანი, ასჯერ გასომეთ ერთხელ გაჭერით, ყველაფერს ნუ დაიჯერებთ, რასაც გეტყვით თქვენი ადამიანი, ასე ვთქვათ, რასაც მოემოქმედებს, ის თქვენს ხელშია, ეს იცოდეთ, თქვენ მართავთ მას და თუ გსურთ მასთან ოჯახი, იყავით სამართლიანი და ასე ვთქვათ, ადეკვატური. გისურვებთ წარმატებებს, შეხვდებით მომდევნო ვიდეო.